ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლსამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას. ასევე კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. საგულისხმოა, რომ ვიდეო მიმართვაში დანაშაულის ჩადეს მოტივიც დაასახელა. ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მჟავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მჟავრდებულები. აღნიშნა საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლსამართლის კოდექსის 162 მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუხარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.